თემაზე და თქვენს განცხადებაზე. თქვენ ბატონო ტრისთან ჯარშიც კი მივცეთ შესაძლებლობა. ქალბატონო მეგი, მივცეთ შესაძლებლობა. შენ დიპლომატ და ვითომ რაღაც მოდი გახსენე აბა რა გიდევს რაზე გაქვეთი რა შეიძლება შოიგუმ პარტია დააფუძნა საქართველოში გესმი თქვენი ჩადენილი დანაშაულებები განახოთ რა დანაშაულებები ამას ებრძოდა სახელმწიფო ეს გასაგებია მოდი მივცეთ შესაძლებლობა გთხოვთ რომ მივცეთ შესაძლებლობა ბედუკაძის შოიგუმ გააჩერეთ ან რაღაცა მიეცით დამაწანებელი არ რაღაცა თქვენს განცხადებასთან დაკავშირებით რომელიც სნაიპერებს ეხებოდა თქვენ გიდათ მოდის მიშა მოდის თქვენ გიდათ დაწყნარება მე რა დაწყნარება მანეჯერით დავთვით აეროპორტში ბატონო ტრისთან განმარტება სურდა სნაიპერებთან დაკავშირებით რა შეეხება ახლა ქალბატონი მეგის მიერ გაკეთებულ განცხადებას რომ არიქა და წითელაშვილმა ისეთი განცხადება გააკეთა რომ ესო გაუგონარი იყო ყურით ეს მოღალატე ხარ რა გაუგონარი გარდა იმისა რომ მე გავაკეთე ეს განცხადება რომ უკრაინაში კი, ეხლაც არის ჩასული ჯგუფი, რომელიც სააკაშვილთან კრიმინალები არიან და მოქმედებენ და არიან დანაშაულ ჩადიან. იპარავენ ბიზნესმენებს. ფაქტები დადე, ფაქტები. ხო, იმ სნაიპერებთან დაკავშირებით მე გვარდია სახელების განცხადება გადასულდა. ამის გარდა, ევროსაბჭოს დივანა, კეტრინ ნესტონმასკი ჩანაწერით ნაკეთდა შედით იუპი. კეტრინ ნესტონმასკი გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით. სნაიპერები, რომლებიც მოქმედებენ. ხო დაასახელეთ, დაასახელეთ. გვარები, შესაბამის სამსახურებს დაასახელეთ ეხლა. აი ესეთი არარაობა მათუარა ხარ. სამართლიანი დევნა. უილებს ლაპარაკობ. საქართველოს ტერიტორიაზე და ოპერატიული მოქმედებებიდან გამომდინარე გვარები არ დაგისახელეთ. აფერისტი ხარ. მათუარა. მსგავსი არაფერი არ არის შეტანილი პროკურორიაში. ხალი ხარ, თუ ხაჯი ხარ ერთი გამაგებით. კორექტულად. ვინა ადამიანი ხარ აფერისტი ხარ. შენი პირიდან რო სიტყვები ამოდის ნორმალურად ამპირდა შეწყობი არ ამოდის. მოღალატე გამყიდველო. რა უნდა გითხრა ხარ შენ რა უნდა გითხრა. შენ ჩვენი დახოცილი ბიჭებს იარაღს ართმევდი და რუსეთზე ყიდიდი. ხარ. შეავადმყოფო ავადმყოფი ხარი. რომელსაც ტელედებატებში არ უნდა იზრდე. საღას უნდა იდე ჩაკეტილი. შენ ვინც გამოგიშვებს და გაძლევდე. შენ დღეს ციხიდან ვინც გამოგიშვა ის შენზე უარესი ნაძირალა. შენ ვინც გამოგიშვა. მე კიდევ მე მამაკაცი ვარ და უხერხულ მდგომარეობაში ვარ. ასეთი ქალბატონი მამაკაცი კი არა შენ ხარ ერთი ჩვეულებრივი არარაობა. თქვენსავით არარაობა ვარ არ გვიდება უფა. არ გვიდება უფა. სამშობლოს გამყიდველი. ქუჩაში ვეღარ გადიხარ ცემენ სადაც ნახავთ ცემენ. დაკავშირებით მე გავაკეთე განმარტება და გავაკეთე ის განმარტება რაც ფაქტები იყო. და რაც ხდება. ამავდროულად ევროსაბჭოს დივანმა ქალბატონმა კეტრინ ნესტონმა გააკეთა განცხადება და დევს აგერ YouTube-ზე მისი განცხადება რომ სნაიპერები მართლაც იყო. არ მართლის საუბარს. სიმართლეს რომ ვამბობ, გიждდება უკვე მეგი. რამეთო ამ პერიოდში რაღაც მიეცეთ დოპინგი არ რაღაცა რომ გაჩერდეს ეს ადამიანი და არ გაგიждდება, ხო? დედა. სიმართლეს რო ისმენ ესე ეხა პულსით თქვენი პულსით ნახეთ და ჩემი. ტექნოლოგია რა არის? ნაციონალური მოძრაობის ბატონ ტრისთან რა გიდევთ? ნაციონალური ტექნოლოგია რა არის? მესამედ ახსენა ქალბატონმა მე რა გიდევთ იმ ჩანთაში ასე რომელიც ახლა კადრში არ ჩანს აი მე არ მინდა შემოვიტანე გავადა რა უნდა ის დოკუმენტები სადაც ესე იგი არის პირდაპირ მითითებული სააკაშვილის მიერ მოპარული 16 მილიარდი დოლარი სადაც არის შეგვიძლია სადაც არის მითითებული და ჩვენ უკრაინა მოიგონეთ ეს მასალები რომ იარაღის კონტრაბანდას რომელიც სააკაშვილი ეწეოდა არის დოკუმენტები სადაც 4 მილიარდ ნახევარი დოლარი 2008 წლის აგვისტოს ომების დროს გადმოიგზავნა და გააქრო სააკაშვილი 18 მილიარდი თუ აქვს მიშას ბიძინაზე მეტი ფულია და აბა კიდე გამხობთ რისი გეშინიათ უფასო პულს მიშას ვეღარ ვიცე მე ხმას უფასო პულს შეგიძლიათ მაგიდაზე დადოთ ბატონ ტრისთან არ არის პრობლემა ყველა დოკუმენტებს დავდებ აგე რომელიც მე მაქვს რომ ქალბატონმა მეგი და მაგხელა ჩანთას რა თუნდა და ორი ფურცელი ძალიან დიდი ტომები არის აჰა რას ლაპარაკობ დიახ ძალიან დიდი ტომები არის და კიდე აბა რა გაქვს მეტი მაგხელა ჩანთა რა თუნდა და ორ ფაილი ჩაგედო რა ჩემსავით უბრალოდ რა დოკუმენტებია ეს არის თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 2007 წელს თუ როგორ ესე იგი მოხდა ბიუჯეტის გაორმაგება 2007 წელს კეზერაშვილი იყო მაშინ თავდაცვის მინისტრი და 50 მილიონი ლარი ვიშექმნა 50 მილიონი ლარი ვიშეუქმნა გადაერიცხა უკრაინაში
ამ სააკაშვილის ვიჟერა შენ აი დამამთავრებელი ხო მაინტერესებს დოკუმენტები ჩემი დაწერილი ხო რა აბა ვიში დაწერილია მამა ჩემმა დაწერა მამა ჩემმა დაწერა ეს არის მაშინდელი ამოღებული ბიუჯეტის დახევა ეს მერე ბიუჯეტის საჯაროა და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა საქართველოში მიმდინარე თავდაცვის რეფორმების სტრატეგიების ინკლექცია აქ რა არის მანდ არის ცუდი საბიუჯეტო ხარჯები შემოსავლები იზრდებოდა თავდაცვის სამინისტროში იზრდებოდა რა გატკები ქონდა და ეხა რეები გაქვს საჰაერო თავდაცვის სისტემების შესაძლებლობა 50 მილიონი ეხლა რა არის ეს საჰაერო თავდაცვის ხარჯი ხარჯი ესე იგი უქსპექს ექსპორტში გადაერიცხეს 50 მილიონი უქსპექს ექსპორტს უნდა ესე იგი გადმოეცა ჩვენთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საზეიტო სარაკეტო კომპლექსები ბუკები და შესაბამისად ეს არის საჰაერო თავდაცვის სისტემები არის ხო მე და ეს აიყვანეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რეალურად როცა 2008 წლის აგვისტოს მომისვლით დაიწყო საბრძოლო მოქმედებები განახლდა ამ დროს როდესაც შემოიჭრნენ საჰაერო სივრცე და დაიკავეს რუსულმა ნაშენება არც ერთი ბუკი საბრძოლო მორიგეობაზე არ იყო გამოყვანილი ფული გადაიწყდა და გადაიყიდა სხვა ქვეყანაში რეალურად ნაყიდი არ იყო არ იყო რა თქვა გადაიყიდა ეს ყველა აი ეს გადავეცი მე პროკურატურას შემდგომ რით დამტკიცდა ეს რომ ბუკები ნაყიდი არის აქ არის სწორედ ეს არის უქსპექს ექსპორტის ანუ რეალურად არ უყიდიათ ამას იყიდეს მაგრამ გადაიყიდა სხვა ქვეყანაში ანუ იარაღით ვაჭრობა რა თქმა უნდა აქ არის ნუსხა 2006 წლიდან 2008 წლამდე თურა ტიპის ტექნიკა და შეერაღება აქვს ნაყიდ უქსპექს ექსპორტიდან და სითბური რაკეტები რომლებიც თავდაცვის სამინისტროს ბალანსი ადიოდა და ხდებოდა მისი გადაყიდვა სხვა ქვეყანაში შემდგომ ეს ყველაფერი 4 წლის მოსულები ხარ შემდგომ ეს ყველაფერი ჩამოწერეს 2008 წლის აგვისტოს ომების საბრძოლო დაანკარგში გადაიტანეს ყველაფერი ეს ჩვენ შედარება გავაკეთეთ საბრძოლო დაანკარგის ის რაც იყო და რეალურად რა იყო ბალანსი ალბათონი მეგი რაშიც გდებთ ბრალს იარაღით ვაჭრობაში მეგი არის 60 წუთს უყურეთ აი აქ არის ნახეთ რა თქმა უნდა დაჩინებდა რა მოლაპარაკებები ქონდა და რეებს აკეთებდა ეხა რაზე არის სასამართლო პროცესი მოვიგე აგერ ნახეთ 60 წუთთან დაკავშირებით დედა სასამართლო პროცესი მოვიგე მე უჩივლე 60 წუთთან არ დადასტურდა არაფერი აბსოლუტურად რადგან ეს მათი აგენტი იყო პაიკარი რომელიც საუბრებია პაიკარი და აი ეს დოკუმენტებია ყველაფერი გალატონები რომელიც მოღალატე ხარ სამშობლოს გამყიდველი კიდევ განა რა უნდა მანახო შენი ნაჯღაბნი არის შენი ნაჯღაბნი არის ჩემთვის ისა რა ქვია შეგუსკენ მოწერა არის ისებუნება ბიბლია შენი ხმოწერა ხო ნახეთ ერთი რა ვაიმე დედა ეს რა დოკუმენტი დავიღუპეთ დედა უყურე შენ ამას მე დედა ბანდარჩუკი ფარუნიანგარიშები სადაც სააკაშვილის ხელისუფლება სეიშელის 16 მილიარდი დოლარი გადაცემს სხვა არა 18 ნუიტყვებით კრიმინალური ოპერაციები აგერ არის ეს ყველაფერი სიცრუეში ნუ გვაცხობ სიცრუეში ნუ გვაცხობ რა გადახოთ მე გითხარი არა მაგხელა შენდა რა თუნდოდა მანდ ერთი შოიგუსთან ამბები როგორ არის ხაჩიშვილი გუშინწინ იქ სასტუმროში რო იჯექით რომელ სასტუმროში ხაჩიძესთან გუშინწინ იბერეთში ვიყავი ქუთაისში ვიყავი რა ვიდოდა ბაღდადში ვიყავი გუშინწინ რა ვაკეთებ ო მართლა რა ვაკეთებ ბაღდადში ვიყავი გუშინწინ ბაღდადში ხაჩიშვილი თემურის და რა ვიდოდა ხაჩიშვილი თემურის რა ვიცი კაცო რა გინდოდა რა მოლაპარაკებები ერევნიდან სად მიფრინავთ სად მოფრინავთ ეთყობა დაგესიზმ ეთყობა მეგი დაგესიზმ ატონოტრისთან მაგრამ არ გვაინტერესებს უბრალოდ ყველაფერი უბრალოდ არ გვაინტერესებს კინოსაკურებდა კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხოთ თქვენ იყავით ფეხზე რომ გამოვდექით რუს ჯარისკაცებს სად ვიყავით ქართულ რუს ჩვენ ომში აგვისტოს ომში დაღუპულ რუს სამხედროს ფეხზე რომ გამოვიდეთ ეს ალბათონი არის ფსიქოლოგიურად დავაკეთეთ მოვიყვით ასეთ შესაძლებელს ნუ გავაკეთებთ არ გვინდა კიდევ ერთი საკითხი მასა დებატებში ხო და ყოველთვის ასე იქნება ასე ფულიგნო ასე პროვოკატორი ამ ბოლო პერიოდში აი თქვენ წინა ხელისუფლების წინააღმდეგ თქვათ აქ წარმოგვიდგინეთ რაღაც დოკუმენტები რომლითაც თქვენ ფიქრობთ რომ მათი ასე ვთქვათ